და დღეს არის კვირა ცხოვრობა მეორენაირად უწოდებენ ამ კვირას თომას კვირას. რატო? იმიტომ რომ მაცხოვარი აღდგომილი მაცხოვარი გამოეცხადა მოწაფეებს, გამოეცხადა მოციქულებს და იქ არ იყო თომა. და მეორეჯერ მერვე დღეს ზუსტად აღდგომიდან, ანუ აი დღევანდელ დღეს გამოეცხადა განმეორებით მოციქულებს და იქ იყო თომა მოციქული. და ახარა მოციქულებს და მიუბრუნდა თომას, როგორც ჩვენ დღეს წავიკითხეთ სახარებიდან და უთხრა: მოჰყავ თითქმის შენი და იხილეს ჩემი ეს ხელები ლურსმნები დახრეტილი და თომამ უთხრა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. თომას რა დაემართა იცით მოციქულ თომას? როდესაც მოციქულებმა მისმა მეგობრებმა ახარეს აღდგომა ქრისტესი, მას რაღაც ურწმუნოება დაეუფლა. მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ მოციქულები არ ხუმრობდნენ, ხო, რა დროს ხუმრობა იყო, რა დღეში იყო. აბა ამას ვინ უხუმრებდა? ესე იგი მიხვდა, რომ მაცხოვარი ნამდვილად აღსდგა. აბა ამდენი მოციქული ერთად იფიქრა თომა მოციქულმა როგორ მეუბნებიან ამას. ესე იგი მიხვდა, დააფიქსირა, მაგრამ თან ურწმუნოებაც დაეუფლა თომას. და არა მარტო თომას, სანამ აღდგომილ მაცხოვარს იხილავდნენ მოციქულები, როგორც ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ, მათაც არ ირწმუნეს, დედებმა რო უთხრეს, რომ ქრისტე აღსდგა. ვერ დაიჯერეს, იმიტომ რომ მართლაც მანო და დანო საოცარი რამ იყო მოკლული იესო ქრისტე, მესამე დღეს აღსდგა, ეს ვერ იჯერებდა, ადამიანის გონება ვერ დაიტევს ამას. ეს უდიდესი სასწაული, ეს ღვთისდიდება. თუ ადამიანმა მსჯელობა დაიწყო, როგორ რანაირად ვერაფრით ვერ მიწვდება. ამიტომ ეს უნდა მიიღო რწმენით და არა გონებით. და აი თომა მოციქულს ესეთი გრძნობაც დაეუფლა რაღაც თვალსაჩინოებისთვის ვიტყვი, თორე ესე კეთილი შური არ არსებობს, შური შურია, მაგრამ რო იტყვიან ხოლმე. რაღაც კეთილი შურიც დაეუფლა როგორ და ესეთი გრძნობები თითქოს ესე ფიქრობდა, უფალო მე შენთან არ ვიყავი ყოველ გასაჭირში. ხო, სიკვდილზეც ხო წამოვედი შენთან იერუსალიმში და რატო არ გამომეცხადე, რატო დამტოვე ესე? და აი უფალი ამ ასე ვთქვათ, თომას სურვილს, თომას ამ წუხარებას აღავსებს და მერვე დღეს ეცხადება და თომაც იქ არის და იხილა აღდგომილი მაცხოვარი. ზოგი იტყვის ძმანო და დანო, გაიგონებთ ეს არის ხოლმე ზოგიერთებში ესეთი აზრი. აბა მეო როგორ ვიწამო ქრისტეს აღდგომაო, როდესაცო თომა მოციქული მოციქულებმა სანამ არ იხილეს აღდგარი მაცხოვარი არ ირწმუნესო. მათო მოციქულებმა უნდა. აბა მე როგორ ვიწამო ზოგიერთი აი ესე ამბობს, მაგრამ ეს უგუნურება, ეს ლოგიკური კი არ არის, ეს აზროვნება, არამედ უგუნური აზროვნება, უგუნური თქმა, უგუნური გამოთქმა, რადგან ადამიანო, როდესაც შენ ამას ამბობ, იცი ვინ გარცხვენს და იცი ვინ შეგარცხვენს, თუ მარტო ამას ეხმობ, თუ ამას ამბობ მარტო, შეგარცხვენს ავაზაკი, რომელმაც ქრისტე იწამა არა აღდგომილი, არა აღდგარი ქრისტე, არამედ ჯვარცმული ქრისტე. და ღვთისასუფეველში შევიდა არა თომა მოციქული პირველი და მოციქულები, არამედ აი ზუსტად ეს ავაზაკი, ძმანო და დათო. როდესაც ყველა მიატოვა მაცხოვარი, მენელსაცხებე დედათა გარდა, ყველა მიატოვა მაცხოვარი, ყველა უარყო და ყველა მიატოვა მაცხოვარი, ყველას აღარავის აღარ წამდა ის როგორც მესია და ვისაც წამდა სიყვარულით უყვარდა იმათმა მიატოვეს, პეტრე მოციქულმაც კი, ძმანო და დანო, აი ზუსტად ასე დროს, როდესაც არაფრით აღარ ჩანდა, რომ ქრისტე იყო ღმერთი თითქოს გარეგნულად, მაშინ იწამა ავასაკმა. რატო? იმიტომ რომ
თურმე გამოცხადება კი არ არის საჭირო ქრისტესი რომ იწამო, არამედ შეგნება თვისთა ცოდვათა ძმანო და და. განცდა თვისთა ცოდვათა. აი ეს არის გასაღები რწმენის. აი ეს არის გასაღები, ეს აღებს იმ კარებს და იმ სამყაროს, რომელშიც შენ იხილა უფალს, როგორც ხსნეს. ეს ყველას ვალია რომ ეს გააკეთოს. ესე კი არ არის რომ აი ვიღაცა ავაზაკი კაცო ის ბრუშობდა და კაცკლავდა და ცოდვილი იყო და აბა მე რა დავაშავე რა ესე არ არის. ყველა ადამიანი ცოდვილია ვიცი ჩვენ ქრისტიანული სწავლებით ვიცით ეს რომ ჩვენ ზიარებაზე რომ მოვდივართ ლოცვას ვამბობთ როგორ ვითარც ავაზაკი შემიწყალე. ესე იგი ჩვენ ყველა ვაღიარებთ რომ ადამიანი ავაზაკია ძმანო და და. ადამიანი დაცემულია ბუნებით. ადამიანი მიდრეკილია უამრავ უთვალავ ცოდვებისაკენ. თან მიდრეკილია ძალიან ძლიერად. და ზოგჯერ ჩვენ გარეგნულს უყურებთ მარტო ძმანო და და. ადამიანი ხშირად არის ვხედავთ გარეგნულს რა კაი კაცია ვამბობთ რა კაი კაცია მაგრამ ზოგჯერ უფალი პატარა განსაცდელს რო დაუშვებ ის ყველაზე ვარესი ხდება ხანდახან ყველაზე ვარესი. ამიტომ რატო? იმიტომ რომ ეს ადამიანში ზის ეს ცოდვები ეს ყველანაირი და თუ ესე გარეგნულად არ ჩანს რომ კარგები ვჩანვართ იმიტომ რომ უფალი გვიფარავს უფალი მაგრამ თლათ რომ წავართ უკვე წარწმედისკენ რომ აღარ გონია თავი წმინდანები და აღარ გონია ცოდვილები უფალი დაუშვებს განსაცდელს. იქ შეიძლება ძიმე ცოდვაც დაუშვას რომ მოვიდეთ ასე რომ ჩვენ არა ვართ ისეთები როგორც ჩვენ გონია ადამიანი. და ზოგჯერ აი თქვენ წარმოიდგინეთ ბოროტებას სუცაც კი ღმერთი სიკეთისკენ შემოატრიალებს. დასცემს ადამიანს რომ მიხვდეს რომ ცოდვილი. და აი ავაზაკი ძმანო და დანო რომ ყველამ რო უარყო გამოიგზია თავისთავი და ნახე რა სწორი დასკვნა გააკეთა. ავაზაკმა იქ ეხა ფიქრის დროც ბევრი ქონდა თან წამე ბაში იყო. ავაზაკმა თქვა სულ კაცს ვკლავდი, სულ მრუშობდი, სულ ხალხს ძარცვავდი. აჰა, ჯვარზე ვარ გაკრული, სრულიად სამართლიანად თქვა. მე ჩემი ცხოვრებით დავიმსახურე ეს თანჯვა წამება. მერე მაცხოვარს მიაქცია ყურადღება რომ მაცხვარი ყველას შეუნდობდა ამბობდა უფალო შეუნდი ამათ რამე თუ არ იციან ასე იქმა და აი ამ განცდა თვისთა ცოდვებით მაცხვარი მის თვალწინ გაცოცხლდა როგორც ხსნე. მიხვდა ვინ იყო? მიხვდა რომ ღმერთი იყო. და უთხრა მომიხსენე უფალო სასუფეველო შენს და აი ამ დიდი აი ამ ასე ვთქვათ სინანული განცდის და იმ ასე ვთქვათ დიდი ღვაწლით რომ ყველა მიატოვა და მან დაინახა აი ამ დროს ზუსტად როდესაც ყველაზე ასე ვთქვათ ყველაზე უფრო ისეთი მომენტი იყო როცა ვერ შეამჩნევდი ასე ვთქვათ რომ ის მაცხოვარი იყო მან შეამჩნია და ამიტომ ღირს სრულიად სამართლიანად პირველი შევიდა ღვთის სასუფეველში. განსხვავებით იმ საშინელი ხროვისა რომელმაც ჯვარსაცვა მაცხოვარი ისინი რა ნაკლები ავაზაკები იყვნენ დავინახეთ რომ ვარესი იყო და მაგრამ რატო მოუვიდათ მათ ესე რატო ვერ დაინახეს მაცხოვარი როგორც ხსენ იმიტომ რომ არ ქონდათ განცდა თვისთა ცოდვა თუმცა უფრო დიდი ცოდვილებიც იყვნენ შეიძლება კი არა იყვნენ დიდი ცოდვილები მაგრამ საერთოდ არ ქონდათ განცდა ანუ არ ქონდათ ინტერესი სულიერ ცხოვრებისადმი და ჩვენ ვიცით ამ ხალხს იმ ხალხს რა ქონდა რა ინტერესი ქონდა ძალაუფლების ატივმოყარეობის ერცხლის მოყარეობის და ეს უნდათ რომ შეენარჩუნებინა და სულ არ აინტერესებდათ მაცხოვრის სულიერი დარიგებები. აი ეს არის ამპარტავნება ძმანო და და ეს არის საშინელება. აი ეს ახშობს ადამიანის გონებას და იკეტება გონება და ვეღარ ხედა. რო არ ფიქრობს სულიერზე, მაცხოვარი იმალება, მიიმალება. და გონია რომ რა ქრისტე ის ქრისტე რა აღსდგა სად არის აბა და ასე შემდეგ მოგდის აზრზე. ამიტომ არის ძმანო და დანო ეხლა რაღაც ამ საშინელ დროში როდესაც ალბათ კაცობრიობის მასშტაბით რო ვთქვა ბევრმა უარყო ქრისტე ბევრს არ წამს და ასე შემდეგ აი ზუსტად ამ დროში
არ უნდა იფიქრო ესე, რომ აბა სად არის მაწყვარი, აბა გამომეცხადოს და ასე შემდეგ. პირიქით, აი ამ მომენტში უნდა შენ აღიარო მაცხოვარი. და როგორც ავაზაკი, მაცხოვრის გვერდით დადგები ძმანოდათან. ეხლა არის კარგი მომენტი. ჩვენ მივსტირივართ ზოგჯერ ძველ დროს, აი როცა ქრისტიანობა ყავდა მთელ მსოფლიოში მოფენილი იყო დასავლეთი, აღმოსავლეთი, მაშინ ესე კი არ იყო კათოლიკები, მართლმადიდებლები, ერთი სარწმუნოება, ერთი რწმენა იყო. აი ამ უზარმაზარ ცივილიზებულ სამყაროში, რასაც კი რუკაზე რო დავხედოთ, ხედავთ, სულ ქრისტიანები იყვნენ და აი მივსტირივართ ხოლმე, მაგრამ აი ამ დროს უფრო უნდა გამოვიყენოთ ეს დრო. ამ დროს უნდა შევუდგეთ მაცხოვარს გულმხურვალედ და უფრო დიდ ღვაწს მივიღებ და უფრო დიდ გვირგვინს ძმანოდა დახო. და ასე რომ არ ჭირდება ადამიანს გამოცხადება ქრისტესი, რომ იწამოს ქრისტე. ამისთვის საჭიროა თვისთა წოდვათა შეგნება და იმ წამსვე ცოცხლდება მაცხოვარი შენ სულში, შენ გონებაში. იმ წამს. მაგრამ ძმანოდა დანო არის კიდე მეორე ფაქტორი, რომელიც უფრო დიდია დამადასტურებელი იმისა, რომ ქრისტე აღსდგა, რომელიც უფრო დიდია ვიდრე თვით მაცხოვრის გამოცხადება. აღდგარი მაცხოვრის გამოცხადება უფრო დიდი. რა არის ეს ფაქტორი? ეს ფაქტორი არის თვითონ ქრისტიანობის არსებობა. აი 21 საუკუნეა, ხო? ჯერ ისტორიას რო გადავხედოთ, როგორ ყვაოდა ქრისტიანობა, როგორ მთელ მსოფლიოს მოფენილი იყო. მერე ზოგმა უარყო, ზოგმა სხვანაირი სარწმუნება მიიღო ასე შემდეგ, მაგრამ უამრავი დარჩა ისევ ჭეშმარიტი ქრისტიანი და აი ეს არის თვითონ ეს ფაქტორი დასტური იმისა, რომ ქრისტე აღსდგა. რატო? იმიტომ, რომ თუ ქრისტე არ აღსდგა, მაშინ წარმოიდგინეთ, ვინ იქნებოდა ის? არავინ, ხო, ესე უბრალო კაცი, რომელიც მოკლეს და გაქრა. მაშინ ის დავიწყებული იქნებოდა ერთ-ორ თვეში. შეიძლება მის მოციქულებს, ახლობლებს კიდე მოეხსენებიათ ერთი წელი, აი წლისთავი ხო არის ხოლმე, წლისთავი. გაიხსენებენ იცვალებულს კიდე ერთხელ წლისთავზე და იმის მერე თუ ახსოვს ვიღაც შვილებს, შვილიშვილებს და აი ესეა, ახლობლ. ერთი წლისთავზე მაცხოვარი თუ არ აღსდგა, აღარავის აღარ იცოდინებოდა. 2 წლისთავზე მით უმეტეს და აჰა 20 წლისთავზე ხო საერთოდ და 1 საუკუნის ვისღა ემახსოვრებოდა ის ვინც მოვტა და გაქრა. ვისღა ემახსოვრებოდა. ამის საპირისპიროდ ჩვენ ხედავთ ისტორიიდან და თუ ისტორიას არ დაუჯერებს ვინმე იტყვის მე რა ვიცი ისტორია იქნება იტყვევ აჰა დასტური ამდენი ტაძრები და დღეს ქრისტიანობა ყვავის თუნდა საქართველო ავიღოთ ძმანოდა დანო აი ეს არის დასტური რომ ქრისტე აღსდგა. იმიტომ რომ თუ ქრისტე არ აღსდგა ვინ იქადაგებდა? პეტრე, დაცემული პეტრე სამგზის რო უარყო ქრისტე? ან პავლეს ვინ მოაქცევდა? როგორ იქადაგებდა? ნუ ეს ხო ხვდებით რომ გამორიცხული იყო. ქრისტიანობა ჩვენ ხედავთ ისტორიიდან რომ ასე განევრცო და დღეს ხედავთ რომ თემ სოფლიოში უფრო მეცაც გეტყვით. უფრო მეცაც გეტყვით. თვით წლები, ყოველი წამი, ყოველი წუთი ბოლომდე ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ქვეყნის აღსასრულამდე თვით წლები, თვით კალენდარი, ყოველი დღე და ყოველი წამი იქადაგებს ქრისტეს აღდგომას. რატო? რომელი წელია დღეს? 2011 წელი. საიდან? 2000 ჩვენ ვიცით რომ ისტორიიდან უფრო მეტია. 2011 წელი ქრისტეს შობიდან. აჰა, სადაც მიხართ, რომელ ქვეყანაში? ევროპაში წახვართ, აფრიკაში, ამერიკის ზემოთ, ქვემოთ, ავსტრალიაში, სადაც არ უნდა წახვიდეთ ყველგან 2011 წელი. აი როგორ მოაწყო მაცხოვარს ყველაფერს. თვით მტრებშიც კი, ქრისტიანობის მტრებშიც კი 2011 წელი. თუ ზოგიერთი არ აღიარებს ჩვენი კალენდარი გვაქვს, მაინც იმ ქვეყნებში, სასტუმროებში ყველგან წელია კალენდარში 2011 წელი. ასე რომ ძმანოდა დანო ხო ხედავთ ეს არის დამადასტურებელი ჭეშმარიტე იმისა რომ ქრისტე ნამდვილად აღსდგა და ეხლა
ჩვენ მარხვებში უფრო ბევრ საუბრობდით, უფრო დიდი სიტყვა ჰქონდათ, იმიტომ რომ მაშინ იყო მარხვა არის რაღაცნაირად უფრო წუხარების რაგაგებით ჭყალებში, ესე იგი, უფრო შინაგან სამყაროს უფრო უყურებ, რაღაცას იკლებ, ასე რომ იქ სიტყვა უფრო გრძელდება და მალამოდ გვედება ჩვენ და უფრო ბევრ დიდ სიტყვას ვამოვდით. აი, ცდილში უფრო სწორად აღდგომის დღეებში თვითონ ეს დღეები ქადაგებს. ბევრი აღარ უნდა ვილაპარაკოთ ზმამდადა. ქადაგებაც მოკლე უნდა იყოს, ამიტომ აღარ გავაგრძელებ. ქადაგებაც მოკლე უნდა იყოს. ჩვენ ვიცით რომ ამ დღეებში აი თვითონ ყველაფერი ქადაგებს ქრისტეს აღდგომას. ჩვენ თქვით რომ მზე აღდგომა დღეს მზე ცეკვავს, მზე მხიარულობს ზმანოდა და ვიღაცამ მითხრა რომ აი ამ დღესო აღდგომა დღეს სულ ღრუბლიანი იყო, მაგრამ ღრუბლებს ზემოთ ხო ცეკვავდა მზე. მაგრამ კარგი, შენ ვერ დაინახე, მაგრამ აღდგომა დღეს ღრუბლიანი იყო, მაგრამ ნახეთ სისარტყელა თბილისის თავზე. როგორ გადაეფინა სისარტყელი. ამ დღეებში თვითონ ყველაფერი ქადაგებს, ბუნება ქადაგებს. ამიტომ სიტყვაც შევამოკლოთ, მაგრამ მინდა ერთი რამ თქვა და ამით დავასრულოთ. აი კიდე ერთი დასტური. ეს უფრო ისე, ასე ვთქვათ, სასიამოვნოდ, სახალისოდ, თორე რაც თქვით, ეს არის დასტური ძმანო და დანო იმისა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა. თუმცა ესეც ამის გაგრძელება. აი წარმოვიდგინოთ ახლა გადავეშვათ წარსულში. სამების ტაძარი აშენდა 2005 წელს, არა? სამების ტაძარი. გადავეშვათ ახლა, წავედით უკან, ასე ვთქვათ, ვისკუპო წარსულში ჯერ ერთხელ 2005 წელს სამების ტაძარი აშენდა, მერე კიდე ერთი 25 წლით უკან გადავიდეთ. ეს იქნება 1979-1980 წელი. თითქმის ესეთი ნამდვილი კომუნისტების პერიოდი. აი გადავეშვათ, წავედით ახლა წარსულში, ადვილი წარმოსადგენია იმ დროში, ვინც 50 წლისა, 60 და მეტის მით უმეტეს. ავირჩიოთ ადგილი, თქვათ ფუნიკული 2, ესე იგი ვართ უკვე 1979 წელს და ვართ ფუნიკული 2-ზე, წარმოვიდგინოთ, რომ იქ არის მთელი საქართველოს პოლიტბიურო, უამრავი ხალხი, ნაცნობი, უცნობი, ჩვენც დგავართ, აი ახლა დგავართ იქ და წარმოიდგინეთ, რომ ვინმე სასულიერო პირმან, ერის კაცი ვინმე ამაღდა ცოტა მომაღლო ადგილზე დადგა და თქვა, ხალხო, გაიყვირა. გაივლის 25 წელი და ელიას მთაზე იქიდან კარგად მოჩანს, ხო ელიას? აშენდება სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული ტაძარი და ულამაზესი. რა მოხდება ახლა იქ ვარ? დაიწყო სიცილი, პოლიტბიურო. ისინია ხარხარებენ ზოგი ისმის რეპლიკები, სულელი, გიჟი, კომიკი, რა ვიცი, ფანატიკოსი 1000 და ამ დროს ძმანო და დანო იქ ვართ ახლა 1979 წელში და ვთქვათ ესეთი რამ თქვით. ვთქვათ კი რა იქ ვართ და ვამბობთ. მოდით დავამტკიცოთ ეს 1979 წელს ვარ ფუნიკულიოს. თუ ეს მართლა მოხდა, თქვათ რაღაც ჯგუფმა უფრო სერიოზულმა უფრო კარგმა ესეთ ან ნახევრად, სერიოზულმა ხალხმა შეიძლება ურწმუნოებმა თქვეს, თუ ეს მართლა მოხდა, მაშინ ვაღიარებთ, რომ ქრისტე ნამდვილად აღსდგა და ნამდვილად ქრისტეა ღმერთი. ხო იტყოდა თქვა რაღაც ჯგუფი, თუ მოხდა, თუ დაუშვებდნენ, ვერავინ ამას ვერ დაუშვებდა, იმდენად დიდი სასწაული იყო. ეს მაშინ რო გეტყვი. ესე იგი ჩვენ დავამტკიცებთ, ხო? 1979 წელს ვარ და ვამტკიცებთ, რომ თუ 25 წლის შემდეგ აქ აშენდება ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარი უდიდესი მსოფლიოში, მაშინ ჭეშმარიტად ქრისტე არის ღმერთი. და ეხლა ვისკუპობთ ისევ მომავალში, ამ დროში თქვათ ისევ ფუნიკული 2-ზე ვარ, გავიდა თვალის დახამხებაში 25 წელი, ისევ ის ხალხი იქ დგას, თქვათ და მათ თვალწინ გაიშალა სამების ტაძარი. რა გრძნობა იქნებოდა? ყველა აღპოვანდებოდა, ხო? ყველა გაოცდებოდა, დაიჩოქებდა და იტყოდა ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. ესე იგი, აი სასწაული ძმანო და დანო. 25 წელი გავიდა, ხო? და მეტიც უკვე ეს დიდებული ტაძარი დგას. აი კიდევ ერთი სასწაული და დადასტურება იმისა,
რომ ჭეშმარიტად ქრისტიანს გაძმანოდა და აი აქედან რომ გავალ და შევხედავთ მართლა ამ დიდებულ ტაძარს, აი გაიხსენოთ ეს რაც გითხარით და თუ ვინმე იტყვის კიდევ რამეს იქ ეჭვს ან გამოთქვამს უთხრათ ზუსტად რომ თუ ყოველივე არის ზღაპარი რატომ დგას მაშინ დღეს სამების ტაძარი აი ეს უნდა ქრისტიანს ბავშვები შეიძლება ეხლა ჩვენ